მე ვერ ვიტყვი, რომ ეს საოცარი გადაწყვეტილებაა პროკურატურის, რადგან 4 თვის განმავლობაში ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა და სწორედ პირველი ინტერვიუს დროს დღეს ეგ განაცხადა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ჰქონდა პროკურატურას, რადგან ის იყო უკანონო დაუსაბუთებელ პატიმრობაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უბრალოდ არ აძლევდა საშუალებას ადამიანს, რომ ყოფილიყო პატიმრობაში და გაუარესდებოდა პატიმრობის პირობებში მისი მდგომარეობა. ამის შესახებ პროკურატურისთვის 2025 წლის 20 ივნისს უკვე ცნობილი იყო. შესაბამისად დღეს დაყენებული შუამდგომლობა მათი მხრიდან ბევრი ვერაფერი ვერ არის, რადგან ფაქტიურად დღეს სხვა გზა არ არსებობდა და ნინო დათაშვილი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლებულიყო პატიმრობიდან. პროცედურებზე გითხარით ახლა როგორ იქნება? ნინო შეუძლია, კი, რუსთავში მივდივართ ახლა, რომ გავარკვიოთ როგორ შეძლებს ნინო დატოვოს დაწესებულება და ხომ არ არის საჭირო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. დღესვე ნინო დატოვოს პატიმრობის პროცედურა არის ესეთი, რომ გირაოს განსაზღვრისთვის გირაოს გადახდისთვის განსაზღვრული არის 30 დღე და სასამართლოს გადაწყვეტილებით ნინო გიაროს გადახდამდე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს პატიმრობიდან. ჯანმრთელობა ისეთი მდგომარეობაშია, რომ ძალიან გაჭირდება პირვანდელ სიტუაციაში დაბრუნება. თითქმის გამორიცხულია და ხო, არ ვიცი. ცხადია, მადლობა ადვოკატებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც მიაღებინა ეგრეთ წოდებული პროკურატურას და სასამართლოს, მაგრამ ხო, ამით საქმე არ მთავრდება პირველ რიგში სასამართლო გრძელდება, მაგრამ პირველ რიგში მთავარი არის ნინოს ასწრაფოდ მოხდეს მისი ჯანმრთელობის რეაბილიტაცია და არა რეგრესიის გაგრძელება, რაც ჯერჯერობით მიმდინარეობს.